ადგილობრივ ცხოვრება თუ მუშებწანდებით? და მე შეჩერდა ეს თუ იწყება თუ როგორ აგზელებთ მუშაობას? და ეს კასკადის ნაწილი იქნება ხო? ჟონეთის ხიდი იქნება ჯერჯერობით. ხიდი ეს ტერიტორია არის ხიდის? იქით მეორე დაბლზე გადადის? და ესე იგი შეჩერებული როგორც ასეთი არ არის ხო? არა. გესი ავნებს ამ ქვეყანას. ამ უბანს, ამ რეგიონს, ამ აფერტყვა რაჭა-ლეჩხუმის გზას, სამხედრო გზას. შირისტია ყველგან, გუმადგესი ვერ წმინდავენ, აგერ 25 წელიწადი არ გაუწმინდათ გუმადგესი. და ვერც გაწმინდავენ და ყველა ხეს აქ ხავში მოგიდებული და ყველა ადამიანს უკვე სირისტი გვაქვს. რო იტყვიან და სირისტი გვაწუხებს და ამ ხელა გეს უაშენებენ, აქ რა მოხდება? კი ბატონო, კარგია, გესი და კარგია, ქვეყნის ბიუჯეტი და ქვეყნის შემოსავალი, მაგრამ შემოსავალი ისეთნაირი უნდა იყოს, რომ ხალხს არ ავნოს და ქვეყანას არ ავნოს. ეს გესი ავნებს მთელ დასავლეთ საქართველოს. პატარა გესია, გუმადგეში 44 მეგავატიანი და იმის გამო არაფერი აღარ მოდის, ახლა ნიგოზი, ბალი, არაფერი აღარ მოდის, გახმა ყველაფერი. აქ რო გესი გაკეთება რა იქნება? რომ მოსულიყო თავრობა ახალი თავრობა არა მოსული არ მოსულარია შედახე არ ზევიდა გვეუბნებიან იქადა და ედი არაფერი რომ მოსულიყო ვირმე პასუხისმგებელი პირი ვირმე და ეთქვა რომ ასე იქნება და ასე იქნება ასეთი არ ყოფილა არანაშა მევიდა მევიდნენ ზომა გაზომენ არჩე გვეკითხენ არაფერი ჩაწერენ რაცხა და არ გვინდა აყრავს გამგებლისგან თუ გაქვთ რა ინფორმაცია მიღებული არაფერი წყალტბოს რაიონის მოსახლეობის ამ რეგიონის წარმომადგენლობა ხშირად მოდიოდა აგროეკოლოგიური ასოციაციაში კითხვით, რომ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება თვითონ მოსახლეობა და ბიომრავალფეროვნება ამ ტერიტორიულ ერთეულზე ჰიდრორესურსებთან დაკავშირებით, როდესაც დაიწყება ასეთი დიდი მოცულობის 900 ჰექტარზე კასკადის მშენებლობა და რა მოვა ამ ტერიტორიას რა მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსახლეობა. ამ მხრივ რა თქმა უნდა ჩვენი მოსაზრება ჩვენ ხალხსაც გავაცანით რომ ეს მცოცავ ქანებზე განვითარებული ტერიტორია გახლავთ, მას არ არის შესწავლილი ეკოლოგიური ექსპერტიზის შესაბამისად მრავალი კითხვა და არ არის შესწავლილი და პასუხისგაცემული ეს კითხვები მთელს რეგიონს, იმერეთის რეგიონს ქუთაისის ჩათვლით აქვს ძალიან რთული მდგომარეობა, რადგან ასეთი ტევადობის წყალი ავარიულ შემთხვევაში რას მოუტანს ქალაქს, რა მდგომარეობაში ჩავარდება თვითონ ქუთაისიც. თუკი აქედან ასეთი რაოდენობის დაწოლითა და სიჩქარით მეწყერს საშიშის ზონის შექმნის მომენტიდან გამომდინარე, რა ვითარებაში ჩავარდება ამ ტერიტორიულ ერთეულზე ამხელა ქალაქის იმერეთის გულში. ამ კითხვებს კიდე ემატება მრავალი და აქედან გამომდინარე მოსახლეობაც შიშის ქვეშ არის და ჩვენ კიდე მთლიანად მთელი რეგიონი, რადგან ასეთ ვითარებას საქართველოში თითქმის ამ ტერიტორიის მოცულობის კასკადი არ არსებობს და ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი იმ ხეობაში, რომლის სილამაზეც ახლა თქვენ ხედავთ და განსაკუთრებული და გამორჩეულია. ჩვენ ვართ აუცილებლად მომხრე იმისა, რომ ეს იყოს ეკოლოგიური ექსპერტიზის ქვეშ ჩატარებული, რა მოვა ხეობას, რა მოვა მოსახლეობას, ეთნიკურ გარემოს, მაშინ როდესაც ქვეყანა ტურიზმზე ორიენტირებულია, ეკონომიკური თვალსაზრისით რას მოუტანს ეს ყველაფერი, უფრო მეტ დანახარს და უფრო მეტ ზარალს თუ მოუტანს ეს ქვეყანას წინსვლას და ამ თვალსაზრისით უფრო გაუმჯობესებას. საერთოდ მშენებლობა, რა თქმა უნდა, მისაღებია და როცა ქვეყანა შენდება, ეს მისასალმებელია, როგორც მე საკრებულოს წევრმა კი არა, როგორც რიგით მამოქალაქე, რა თქმა უნდა, მივესალმები ყველა მშენებლობას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სოფლის განადგურების ხარჯზე და მთელი ინფრასტრუქტურის და მთელი ამ სილამაზის, ბუნებრივი სილამაზის განადგურების ხარჯზე. რა თქმა უნდა, მშენებლობა გვინდა, ოღონდ ამ ფორმით არა, რა თქმა უნდა. საზოგადოების ნაწილი ემხრობა რომ აშენდეს და ძალიან დიდი ნაწილიც რომ იქ ერთხელ და სამუდამოდ იმ ადამიანებმა გადაწყვიტონ რჩებიან თუ არ რჩებიან 20 წლის განმავლობაში ესმით ხან აშენდება, ხან არ აშენდება და არც სახს აკეთებენ, არც არ ემონტებენ და ერთხელ და სამუდამოდ უნდათ ამ ადამიანებს გადაწყვიტონ შენდება თუ მიხედავენ მე ისინი თავის საქმეს ან კომპენსაციას მიიღებენ, ან სხვაგან ბინელს მიცემენ, ხო? და დიდი ნაწილი ემხრობა ამ საკითხს გადაწყვეტას და ამ ხესების აშენებას, მაგრამ ეს უფრო სახელმწიფოებიდან გამომდინარეობს.
საჭიროა სახელმწიფოსთვის ენერგეტიკის სამინისტრო თulis რომ ეს გასაკეთებელია თუ არა გასაკეთებელი. თავიდან იყო საუბარი რომ მცირე გესებზე უნდა წასულიყო, შემდეგ კიდე შეიცვალა რაღაცა და უფრო დიდი გესებზეც არის აქცენტი აღებული. ერთად ეს თემა არის ენერგეტიკის სამინისტროში გადასაწყვეტი. კვლევები ჩატარებულია, მოსახლეობა მიცის ეს მექვენის თემის, ოფურჩხეთის თემის მოსახლეობას ეხება ძირითადში და განსაზღვრული აქვს კვლევები ჩაატარეს შესაბამისმა უწყებებმა. ჩატარებულია იქ ეკოლოგიური საფრთხეები, მოსალოდნელი საფრთხეების, ჩატარებულია იქ კვლევები რა შეიძლება თქვათ ელოდოს ამ რეგიონს, რიონის ხეობას ზოგადად. დიახ. და ყველაფრის ამის გათვალისწინებით ალბათ გადაწყდება ენერგეტიკის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ. მე ვერ გეტყვით ახლა არ ვარ კომპეტენტური ბატონო ადგილობრივ მოსახლეობასთან თუ მოხდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების შეხვედრა და მოგახსენებთ ზაფხულში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გახლდათ ჩამოსული მეც ვახლდი შეხვდა მექვენის მოსახლეობას იქა შეხვდა აი ამ ხეობაში დიახ მოსახლეობას და მოსახლეობის უმეტესობა გამოხატა მზადყოფნა იმისთვის რომ თუ კი აშენდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოყოფოდათ მათ. ეს გიგანტური მშენებლობა ეს არ არის რაიონის და მუნიციპალიტეტის პრეროგატივა. მისი გადაწყვეტა.